ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, ასევე ცოტა რადიკალურად განსხვავებულს იმ თემისგან, რა თემაზეც თქვენ საუბრობდით, თუმცა ასევე ძალიან საინტერესო თემა. შაკო არის ჩვენთან, კახი არის ჩვენთან და ლინდა არის ჩვენთან ულამაზესი. Lina, და კარსეთი, რომელიც ჩვენ ვისაუბრეთ ჩაკო წინა ჩართვაში უკვე როგორ შეიძლება ჩვენ თვითონ მოვთავსდეთ როგორ უნდა ვისწრეთ საჭესტოს სწორად და ამ ჩართვაში ვისაუბრებთ არანაკლებ საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე როგორ შეიძლება სწორად დავსვათ ჩვენი ბავშვი მანქანაში. ეს არის ის თემა, რომელსაც საქართველოში ძალიან ბევრი არ აქცევს ყურადღებას და ძალიან ბევრს არ ითვალისწინებს იმას, რომ ბავშვი უნდა იჯდეს აბსოლუტურად ის განსაკუთრებულად ავტომობილში და თუ როგორ ახლა ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. შაკომ გვიმასპინძლა ჩვენ და ესე ვთქვათ გიდობა გაგვიწია მეგზურობა ადამიანებთან, რომლებიც კიდევ უფრო კომპეტენტურად ისაუბრებენ ამ საკითხებზე. დილამშვიდობისა, მეგობრებო. გამარჯობათ, ჩვენი ორგანიზაცია იორქერსით მუშაობს მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე, ბავშვის უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით. ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რაც შეიძლება იყოს, არის სამგზავრო სავარძელი, რომელიც 80%-მდე იცავს მას მგზავრობისას და აუცილებლად უნდა იყოს სწორად შერჩეული და გამოყენებული, დამაგრებული ავტომობილში სწორად. აუცილებლად შეარჩიეთ სამგზავრო სავარძელი ბავშვის სიმაღლის და წონის გათვალისწინებით. ამის მიხედვით ჩვენ ახლა გვაქვს მაღალსაზურგიანი ბუსტერი, მაგრამ არსებობს უფრო პატარებისთვის, ჩვილებისთვის კალათის ფორმის და ასე შემდეგ აუცილებლად იყოს ახლოს ბავშვის წონასთან. ნინო, აი სხვადასხვა სტილის კარსტები არსებობს, როგორც ვიცი, კალათის ფორმის, ამ შემთხვევაში სავარძლის ფორმის, თუმცა ჩვენი ბავშვები არიან 5 და 9 წლის, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ და დღეს ვისაუბრებთ სწორედ ამაზე, ხო? ასევე ჩვენი სტუმარია ლანა, რომელიც გვასწავლის. ლანა, აი სწორედ როგორ უნდა ჩავდგათ საერთოდ კარსედი მანქანაში, იმიტომ რომ მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ერთხელ დავამონტაჟე ჩვეულებრივად და მეგობარმა მომწერა, ნახა ფოტო გადაღებული და მითხრა, რომ არასწორად გაქვსო და აი ეთყობა არასწორად გავაკეთე. საერთოდ როგორ უნდა ვნახოთ და როგორ უნდა ჩავდგათ მანქანაში? ყველა კატეგორიის სამგზავრო სავარძელს განსხვავებული მეთოდი აქვს დამაგრების. ახლა გაჩვენებთ, როგორ უნდა დავამაგროთ 6-დან 12 წლამდე სამგზავრო სავარძელი, ეგრეთ წოდებული ბუსტერი. ჩვენ ყავს 5 და 9 წლის ბავშვები და გაჩვენებთ, როგორ ზის 5 წლის ბავშვი სწორად და როგორ ზის 5-9 წლის ბავშვი არასწორად. ბავშვებო, დამეხმარეთ. მოდით, აბა კახი, მოდი შენ ჩაჯექი. კახი სწორად ჩავსვამს თუ არასწორად? არასწორად ჩავსვამთ კახის. ლინა, მოდი ჩემთან. ესე იგი, კახი არასწორად ჩაჯდება, ლინდა არასწორად ჩაჯდება და ჩვენი მაყურებელი ნახავს განსხვავებას, როგორ შეიძლება რა შეიძლება იყოს განსხვავება. დავაბრუნდეთ იმას, რომ ზამთარია და მშობლებს აქვთ ესეთი დილემა, ქურთუკით ჩასვან თუ არა ბავშვები. ეს არის დიდი შეცდომა და ჩვენც ახლა შეცდომით გავაკეთებთ, რომ ქურთუკით ვსვამთ და ყველამ დავიმახსოვროთ, რომ ეს არ შეიძლება. ბავშვის სქელი ქურთუკით ჩასმა, ეს საზიანო მათთვის და სახიფათო. ცით რას, შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ზამთარი რადგან არის, სანამ მანქანა არ გათვება, ბავშვი სანამ არ ჩამოვიყვათ, ჯერ ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ მანქანაში, გავათბოთ მანქანა იმის გამო, რომ ქურთუკი გავხადოთ ბავშვთან და შემდეგ ჩავსვათ, ხო? საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს დაგვიეწმუნეთ ჩვენო მაყურებელო, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ბავშვი იყოს დაცული. და ერთი რამე არის კიდე, აი შენ ამბობდი, მახსოვს შაკო, როცა მოკლე მანძილზე გადავადგილდებით, არის თუ არა აუცილებელი მაინც და მაინც კარსეტში ესე აღვიხჭუროთ და ჩავსვათ ბავშვი. ყოველთვის შეიძლება მოხდეს ის შემთხვევა, ის განაც ჩვენ გსურთ დაზღვევა ჩვენი და ჩვენი ბავშვების, ხო? ამიტომ მოკლე მანძილზეც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ იყოს კარსეტში ბავშვი შესაბამისად. მოკლედ უნდა მოურჩეთ საინფორმაციო შედის ძალიან რთული ამ თემაზე, ესე მალე ამოწურო საუბარი, თუმცა ჩვენ შემდეგ ჩართვაში განვაგრძობთ საუბარს და